Online კომპანიების ნაწილი მომხმარებლისგან სესხის აღების სანაცვლოდ ინტერნეტ ბანკინგის სახელისა და პაროლის გადაცემას ითხოვს. ამის თაობაზე სპეციალური განცხადება ბანკების ასოციაციამ გაავრცელა. საკითხზე მოკვლევა დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა. რამდენად დაცულია კონფიდენციალური ინფორმაცია და მოდის თუ არა კანონთან წინააღმდეგობაში online კომპანიების მოთხოვნა. რა პოზიცია აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ნახეთ გენო სიყმაშვილის რეპორტაჟში. გამოდიოდა, რომ ჩემ ანგარიშებთან შესაძლებელია, რომ წვდომა ქონოდა ამ კომპანიას. საკუთარ საბანკო ანგარიშებზე წვდომის უფლება ჩვენი რეპორტაჟის გმირს ონლაინ სესხების გამცემმა ერთ-ერთმა კომპანიამ მოსთხოვა. როგორც მარიამი ამბობს, 200 ლარიანი სესხის მისაღებად კომპანიამ პირობად წაუყენა, რომ საკუთარი ინტერნეტ ბანკინგის პაროლი და მომხმარებლის სახელი განაცხადის შევსების დროს მიეთითებინა. თუმცა მისი თქმით, ეს საეჭვოდ მოეჩვენა და ბანკის მიერ მიცემული პაროლი მესამე პირისთვის არ გაუმხელია. Facebook-ზე ვნახე რეკლამა, სადაც ერთ-ერთი ონლაინ კომპანია MyCredit პირველ მომხმარებელს თავაზობდა 300 ლარიან უპროცენტო სესხს. თუმცა სხვა ონლაინ კრედიტებითაც მისარგებლია და სხვებს ანალოგიური მოთხოვნა არასდროს არ ქონია. ანუ ყოველთვის ითხოვდნენ პირდაპირ შენი საკუთარი ინტერნეტ ბანკიდან გადარიცხვას. დღეს ჩვენ შევეცადეთ ჩვენი სიუჟეტის გმირის მიერ დასახელებული ონლაინ სესხების კომპანია MyCredit-თან დაკავშირება. რათა მათთან გაგვერკვია რაში სჭირდებათ კერძო ბანკსა და კლიენტს შორის არსებულ კომერციულ საიდუმლოებაზე წვდომა. თუმცა მათ კომენტარისგან დროის არ ქონის მიზეზით უარი განგვიცხადეს. თხოვენ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. როგორც საბანკო პრაქტიკისთვის, ისე ზოგადად ორ პირის შორის ურთიერთობებში. ონლაინ სესხის მისაღებად მსგავსი პირობები მიუღებელია ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელობისთვის. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გვეუბნება, რომ მესამე პირისთვის ინტერნეტ ბანკინგის პაროლისა და სახელის მიცემა იგივეა, რაც საკუთარი საფულე სხვას მიაბარო და თან ისე რომ თავადვე იყო პასუხისმგებელი ამ საფულიდან ფულის დაკარგვის თაობაზე. გიორგი ცუცქირიძე განმარტავს, რომ ონლაინ კომპანიები სესხს მანამ არ გასცემენ, სანამ კლიენტი ხელს არ მოაწერს, რომ მოსალოდნელ ზიანზე თავადვე არის პასუხისმგებელი. ჯერ ერთი არავინ არ არის დარწმუნებული, თუ როგორ იქნება ეს ინფორმაცია გამოყენებული მესამე პირის მიერ. მეორე, ამ ინფორმაციას როცა ჩვენ ვაწვდით სხვა ინტერნეტ ამა თუ იმ კომპანიის საიტებს, ჩვენ არ ვიცით ის როგორ არის დასრული ჰაკერებისგან. ამიტომ ორმაგი დარტყმის ქვეშ ხდება ეს. ჩვენ წერილები დაუგზავნეთ თავად ონლაინ სესხების კომპანიებსაც, სადაც მივხვდით, რომ თუ მათ მიერ ხდება ამ ტიპის პრაქტიკის გამოყენება, ეს არის მიუღებელი. ინტერნეტ ბანკინგის მომხმარებლების სახელებისა და პაროლის შეგროვებასა და შემდგომში გამოყენების საკითხზე მოკვლევა დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა. თამარ ქალდანი განმარტავს, რომ ამ ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენება ამ დრომდე არ მომხდარა. თუმცა ამბობს, რომ თავად ამ ინფორმაციის შეგროვება სესხის აღების შეთავაზებასთან შეუსაბამო. მოქალაქისთვის რთული ტვირთით ჩადებული, რომ ის ყველა რისკს იღებს თვითონ აგებს პასუხს საკუთარი მონაცემების კონფიდენციალობაზე და ფინანსური დანაკარგების შემთხვევაშიც კი არავინ მის წინაშე პასუხისმგებელი არ არის. რაც პრინციპში კანონთან შესაბამისობაში არ მოდის, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც ამ თვალსაზრისით სრულ შესაბამისობაშია ევროპულ კანონმდებლობასთან, ნათლად ამბობს, რომ მონაცემთა დამმუშავებელ ორგანიზაციებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათ მიერ შეგროვებულ, მოპოვებულ მონაცემებზე, მათ შორის მათ უსაფრთხოებას. ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის მოთხოვნას კანონდარღვევად მიიჩნევენ საზოგადოება და ბანკებში. არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო პროდუქტის ექსპერტი სახელმწიფოს მხრიდან მეტი ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს. ანა ალიბეგაშვილი ამბობს, რომ სხვადასხვა სამუშაოების გატარებასთან ერთად აუცილებელია მოქალაქეების მეტი ინფორმირებულობა. ინფორმირებული უნდა იყოს მომხმარებელი. მან უნდა იცოდეს, რა საფრთხის წინაშე დგას ამა თუ იმ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელს როდესაც აწერს. ანუ მან უნდა იცოდეს, როგორც თქვათ, საპროცენტო განაკვეთი თუ რამხელა პროცენტის გადახდა უწევს მას 1 წლის განმავლობაში ამა თუ იმ ონლაინ კომპანიასთან უნდა იცოდეს აუცილებლად, რომ არის ეს გარიგება თუ კონფიდენციალურ ინფორმაციას მიაწვდის საშიში მისთვის. დღეისათვის უცნობია, რამდენი მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვება მოხდა. თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ონლაინ სესხების გამომცემ კომპანიებზე ინსპექტირებას რამდენიმე დღეა აწარმოებს. სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დადგინდება კომერციულ ბანკებსა და კლიენტ შორის არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია მოიპოვეს და გამოიყენეს თუ არა კანონსაწინააღმდეგოდ.